მიხეილ, შევტიოთ? შევტიოთ. შენ თუ მე? როგორც გინდა, დავай შენ. არა, მომახიან დიწყებ ხოლმე. კარგი ბატონო. სალამი ძვირფასო გამომწერებო, ბასრი დისკუსიების ახალი ეპიზოდი თქვენს წინაშეა და სალამი ბატონო გიორგი. სალამი ბატონო მიხეილ, გამარჯობა ძვირფასო მაყურებლებო. დღევანდელ თემას ბატონი გიორგი გაგვაცნობს და სანამ თემას გვეტყვის, მანამ გამოიწერეთ არხი, იაქტიურეთ კომენტარებში და დაგვიწერეთ, რა ვიცი, მოგწონთ, არ მოგწონთ, ასე შემდეგ. თემის წარდგენა მომიწევს მიხეილ, იმიტომ რომ ჩანაფიქრი თავიდან საერთოდ სხვა იყო. რო აგვირდაგვირია გეგმები, გვითხარი რატო აგვირდაგვირია? სანამ მაგას ვიტყვი რომ პირველი ვაპირებდით დავაანონსებ შემდეგ ვიდეოს ან იმის შემდეგს მიხეილ რომ გვაქვს სურვილი ჩავწეროთ დანის დეტალებზე ნამდვილად ვიდეო. თქვენ თუ რაიმე კითხვები გექნებათ მაგასთან დაკავშირებით, ჩაგვეკითხეთ რომ ბარემ იმ ვიდეოში მე გავცეთ პასუხი. რას გულისხმობს ახლა? ბევრი არის ისე ტერმინები, რასაც ჩვენ ვიყენებთ ხოლმე. კიდევ ბევრი რაღაცა ტერმინი არის, რომელიც ალბათ შეიძლება შესათანხმებელები ვართ საქართველოში, რომ ქართულ ენაზე გვინდა რომ გქონდეს თუ არ გვინდა რომ გქონდეს და თუ გვინდა რომ გქონდეს, რა უნდა იყოს ეგ ტერმინი. იგულისხმება მე ახლა ახლა წამოღებული მქონდა მიხეილ რაღაც კავშირდანები, მაგალითად საკისრებზე გვინდა გესაუბრა და საკისრების თემაში შაიბებიც მაქვს წამოღებული. ხო და ამაზე გვინდა გვესაუბრა საკისრებზე, სხვადასხვა დეტალებზე. შაიბების შემთხვევაში მე ორი მაქვს წამოღებული, სანიმუშოდ. ერთი ეს და მექანიკებზე რომ საუბრობენ მექანიკა, შაიბის მექანიკა კიდევ სხვა არის. ნამდვილად. და მაგას კიდევ სხვანაირი მექანიკა აქვს გამხსნილი მექანიზმიდან გამომდინარე და ეს ფრეიმია და ესეც შაიბა და აი ეს საოცრად მუშაობს, აი ეს ბენჩმეიდი, ესეთი ბუთქუჩა ბენჩმეიდი. ბუთქუჩა, კი ბატონო. კი ბატონო. თუმცა სამწუხაროდ გეგმები აგვერიაო. ხო რა. ეგ არის. ამ დანებს ახლა მე გადავდებ მიხეილ. და სანამ კიდევ რატომ აგვერია ეგ ვიდეო? ხო. მაგამდე კიდევ ერთს გავიტყვი რომ ამაზე გიცხარ იმეში რომ ეს გამოვიტანე სამხარაული და მაქონდა. არა, მოყევი. იტყვი შენ ვარაუდს. თუ თქვა პირდაპირ. ჩემი ვარაუდი არის რომ ეს ცივი იარაღი არ იქნება. რატო? სამეურნეო იმაში გავიდოდა, რა ქვია. ინსტრუმენტი. მე მინდა გითხრა რომ ცდები ბატონო მიხეილ. აბა გისმენ. ეს არის სუფთა კლასიკური ცივი იარაღი მიხეილ და ხელში მომარჯვებული საბრძოლო ფორმა იძლევა იმის საშუალებას, ესეც. იქიდანაც აქიდანაც, გასაგები. კი ბატონო იძლევა იმის საშუალებას, რომ საოცარი ცივი იარაღის, ის კლასიფიკაცია მივანიჭოთ. ვისაც არ აქვს ნანახი მეგობრებო ეს დანაწინაზე, გაგიზიარებთ რომ ეს არის გერმანული სათევზაოდ ის არა ქვია. ინჟინერიის შედევრი და მაგათი როგორ ვთქვა ესეთი მიდგომების რომ სათევზაოდ რო დადიან ხოლმე შექმნეს ეს სათევზაოდ დანა რომ დიდი თევზი თუ იქნება ეს რო თავში ჩაუკაკუნო და სხვა კიდევ რაღაცა ასე თუ ისე თევზების შემთხვევაში აი აქ კაუჭი უკეთდება, ეს არის სიმძიმე და აქ რო ჩამოკიდებთ აი ეს ხაზები რო აქვს აქ აწერია ციფრები აწერია და იმის მიხედვით წონით იმას თევზს. ვაი დედა, მოკლედ და მოკლედ ამით რომ მოძრაობ ჯერ ქალაქში. ზოგადად თვითონ გერმანელებსაც საკმაოდ რთული ის აქვს კანონმდებლობა და იქ დაშვებულია და. მოკლედ ვისაც გქონდათ სურვილი რომ სასწორით და ესეთი სანიმუშო რაღაცა ინსტრუმენტით გევლოთ, არ შეიძლება მეგობრებო ეგ რომ იცოდეთ. გაგიშტები კაცი რა. კიდევ ერთი მიხეილ, სანამ გადავალთ კიდევ თუ რატომ აგვერია გეგმები მაგაზე, მე ვიტყოდი რომ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ბიჭებს აქედან. მე ადრეც მithქონს ბევრჯერ რომ ალბათ ჩემი რაღაც მთავარი მონაპოვარი ამ სფეროში არის რაღაცა ის ემოციები და ურთიერთობები და ახალი კონტაქტები და ახალი მეგობრები რაც შევიძინე და აი ეს არის მაგიში დასტური. ერთხელ წინა ვიდეოში ვთქვი რომ რაღაცა გული მწყდება მეთქი რომ ეს დანა ფინჩის ბუფალო თუს აღარ გამოდის მეთქი და ისე გამოვიდა რომ ძალიან დიდი ყურადღება ნამდვილად დავინახე მეგობრებისაგან და საბოლოო ჯამში გამოვიდა ისე რომ თამაში მაქვს ესეთი ძალიან ძვირფასი კოლექციაში უბრალოდ მაქვს ესეთი ძალიან ძვირფასი და საინტერესო დანა. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და მეც ვიხდი ძალიან დიდი მადლობას, იმიტომ რომ გიორგის მიმართ ესე ყურადღება გამოჩინდა, მე იქ მოხდა რაღაცები და ჩემს მიმართაც წამოვიდა რაღაც და აღმოჩნდა რომ ანუ იგივე მოდელი მეც მაქვს, ეხლა თან არ მაქვს უბრალოდ. ასე რომ დიდი მადლობა. გაგიზიარებთ მე, ასე რომ ორი დანა გვაქვს კოლექციაში. კი ბატონო, კი. არა, ესე ხუმრობის გარეშე ეს ნამდვილად ყველაზე მაგარი მომენტია, როდესაც
შენ გახარებენ და როდესაც შენ ახარებ რა და ამ სფეროს ასე ვთქვათ ახასიათებს ესეთი კარგი ურთიერთობები რა. და გადავიდეთ შემდეგზე. ამ ყველაფრის მაგივრად გავიქეცი მე და მოვიტანე სტაფილო მოიტანა კი. სტაფილო სტუდიაში. ამხელა რა. ხო ერთი წელი წამოიღეო და კი ერთი წამოვიდე მიხე. რა ხდება ეხლა მეგობრებო? გეცოდინებათ ბევრს რომ ჩინეთში ბრძანდებოდი მე რაღაცა პერიოდის წინ, მე რაღაცა დიდი ძალიან ამბიციური გეგმა დავსახეთ და პროექტი შეიძლება დაერქვას და ეს პროექტი ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მიიწევს. მანამდე გქონდა სხვანაირი ილუზია, რომ თქვა თუ უფრო მალე გაკეთდებოდა ეს საქმე და სხვანაირად წარმოგვედგინა, მაგრამ როგორც ჩვევია ხოლმე, შევყევით ნენელა და რაც შეიძლებოდა მაქსიმალურად გავართულეთ ეს თემა. და ქართულებაში გულისხმობთ ის, რომ რაღაცნაირად ვაკეთებინებთ ჩვენ დანებს და ჩინეთიდან ჩამოგვივიდა ეს ამანათი. და გავაკეთოთ unboxing-ი. აბა დავაი. დღეს მე ეს დანა დამქონა ჯიბით. ძალიან კაი დანა არის, მიხეილ, აი ესეთი რაღაცა სრულფასოვანი და დიდი და ფიჯეტის და ფუნქციურის და მიხარია ხომ ესე, ხო? მე რომ მომეწონება და შენც რომ მე ის დანა დღეს როგორ ვთქვა ესე, ავითვისი ახალი ჭრაა მიხეილ. ძალიან ხშირად არის ხოლმე რომ თქვა რაღაცას რო ჭრი ესე. კი ბატონო, წვეტი გიფუჭდება, იმიტომ რომ იმის ქვეშ რაღაცა არის. კი ბატონო. აი ამ წვეტმა აი ესეთი საშუალება მომცა, აი ესე რომ დავდებ და აი ესე რომ ვაკონტროლებ და აი ესე რომ გაუყოლებდი. აჰა. რომ აი ძალიან მაგრად ჭირდა და წვეტსაც არანაირი არაფერი არ მართებოდა. რამდენი ანუ პრაქტიკაში რამდენი რაღაცა ეს არის. ბევრი რაღაცა ანუ იქ მეგალანში რო ვარემოდებ, მოკლედ ისინი სტელაჟები, რკინის სტელაჟები, ესე შეფუთული გადახვეულების ყველაფერი და ერთი რო გამეჭრა ესე უკვე დანა გაბუშდებოდა და აი ესე ძალიან მარტივად ძალიან და ძალიან კარგი. გავერთე მოკლედ. ამ შემთხვევაში დავიწყოთ unboxing. განყუთვა. მაინტერესებს ძალიან. იმედია ეს სტაფილო გამოგადგება. სიმართლე გითხრა, ზუსტად არც მახსოვს რა გამოგზავნეს. აბა დავიწყოთ. შინურად კი არ არის შეფუთული, ხარისხენად, კარგად არის მიშანახე რა ხდება. აჰა. ეტა, ბევრი ნივთებია მიშა, ბევრი საინტერესო ნივთებია. რა მაგარი, ამებს შევინახავ, ნახეთ რომ ყველაფერი იმის სტარტერების გარეშე არის, რომ მაინც რაღაც სამუშაო პროცესი არის. აბა რა. კაი, ეს ერთი გადავდეთ. აჰა. კაკი დადა თუ გინდა. მედი გამოვიღებ და შენ მომენტ მომეშველე მაშინ მიშა. დავაი. აჰა, ესეც მომენტ დადე. კი ბატონო. ძალიან საინტერესო გამოვთვა გვაქვს. რა ვიცი. თავისი მნიშვნელობით ალბათ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოვთვა ჩვენთვის. საინტერესოა სადამდე მივალთ მიშა. კი ბატონო. რას მოგვიტანს ეს ყველაფერი? ეს ნივთი მაინტერესებს ძალიან. კი ბატონო. იდეაში ყველაც მაინტერესებს. და ეგ არის. ამას მე გავხსნი. მიდი. რანაირად უგუღმა მიჭირავს და და დანა მიჭირავს უგუღმა და უგუღმა მიჭირავს დანა. მე ეტა რა ამანათი. საბოლოო ჯამში რამხელა ის გამოდის მიშა რომ ანუ დაიგეგმა როდის და შეიძლება წელიწად ნახევარი დაგჭირდეს, ერთი წელი დაგჭირდეს, სანამ რაღაცა შედეგამდე მივალთ. ანუ ძალიან ბევრი შრომა იდება ამ ყველაფერში. ოპა, ისროლოთ. ეგენი ნაცნობი რაღაცეები არიან. ძალიან საინტერესო. ძალიან. საიდან დავიწყოთ? მოდი, ეს არ მინდა ჯერ. აბა რა მოგარწმუნე მითხარი ბატონო. აი მეთქი დავიწყოთ რა. ეს რაც ამაში ჩვენი ჩართულობა შედარებით ნაკლები იყო. ხო, ნაკლები იყო, უბრალოდ ავარჩიეთ და რაღაცა ფოლადი და რაღაცა დაშვებები და რაღაცები. მოკლედ, შეფუთვები რატო არის თეთრი ახლა? ნუ პირველ რიგში ნიმუშები არის ესენი, დიზაინებზე ვმუშაობთ, სახელი ვიცით, ლოგო ვიცით, სატე, ლოგოც შესანიშნავი, თუმცა ჯეჯერობით მაქამდე არ მივსულვართ. ჯეჯერობით არ არის ეგ ეტაპი, ჯეჯერობით არის შემუშავების ეტაპი და სერბული დანა, სერბულები, მოკლედ სერბულები. ოპა. დიდი პოპულარობით სარგებლობს, ჩვენც ძალიან მოგწონს ეს მოდელი, თუმცა რაღაცნაირად
კაი რაღაცა ისეთი არჩევანი არ არის ხოლმე სერბულებში. მე მომწონს აქიდანვე რაღაცეები მომწონს. აბა შეხედე შენ და მე ვა რა წერია ნახე. რაინახე? პირველ რიგში ეს მომწონს. ხო? ძალიან არ მინახავს. კარგი. არ მინახავს. მერე ანუ აი ეს ადგილი მომწონს. კარგი. არაფერი არ მეჭრება. აი. დავამატ უსმევ რა. კი ბატონო. წონა მომწონს. აი ნახე. წონა მომწონს ძალიან. წონაც კარგი არის. ძალიან დიდი ხო არ არის. არა, აქ ჩვენ რაღაცა წინა სჭირდება. რაც გქონდა, ანუ რომელიღაც ბრენდის, იმასე ატვი ჩაივარო, არის ერთი 100 გრამით ნაკლები მე მგონი. კარგი. ხო, ნუ ეს ის არის რა, ფოლადი 5 ქრომი არის. გადამრია არ არის, მაგრამ ამისთვის ჩემი აზრით საკმარისი არის. დანარჩენი სიმართლე გითხრა ახლა რაღაცა დაშვებებში და იმეებში პატარა რაღაცა ხარვებზებს ხედავ, თუმცა მე ვხედავ, მაგრამ მე ხა ის არ არის მე მგონი. საგან გაშორ არის, განსასწორებელი არის და მაგაზეც ვეთქვით, თუმცა ნუ სერბულის შემთხვევაში ეგ გვეპატიება კიდევაც ალბათ რა, მაინც კი არ არის ხა ეს ის რო კაი, ყოველ შემთხვევაში ისეთი მქონდა ჩანაფიქრი, რომ ლესვაზე იყოს ორიენტირებული და ჭრიდეს. ნამდვილად. ანუ უბრალოდ ვიდეო და ნაჯახი არ იყოს და რომელიც არ ჭრიდეს საერთოდ. ტარიც ძალიან მომწონს. თვითონ ეს ტარის დაბოლოებას დააკვირდი, ამოატრიალე. ხო. ანუ რაღაცა ეს იმიტომ რამე როგორც დანაყავ რა ამათაც. კი ბატონო. ისე არის რა გაკეთებული რა. კაი, ნუ თავარი არის რომ ის რაც გვაქვს, ის საფასო სეგმენტი, იმაში რაღაცა გაამართლოს და მე მგონია რომ ყოველ შემთხვევაში კარგ რაღაცას გამოვიყვანთ. ანუ აი ეს grip, არ ვიცი ქართულად როგორ არის grip. ანუ აი ეს იქნება ძალიან საჭირო რაღაცა, როდესაც ამუშავებ რა, აი ეს არის ძალიან მაგარი რამე რა, ანუ აი კარგი მოფიქრებაა მოკლედ რა. ლოგოს ლოგო. ძალიან მომწონს და არ ვიცი ხა. კაი, ჯერჯერობით გავჩვდები. კაი, გადავიდეთ შემდეგზე. გადავიდეთ შემდეგზე. არ ვიცი, ესენი არ მინდა ჯერ. მოდი ამასაც მე გავხსნით. დანები მაინტერესებს, აბა გქნახოთ რა. აი ესენი მაინტერესებს. ხო, კი ბატონო, მეც მაინტერესებს. აქ რა გვაქვს ეგეც ვნახოთ მიშაბა ერთი. ზუსტად არც მახსოვს რეები უნდა გამოგზავნილიყო. მე მგონი ესეც კაი რაღაცაა. აქ ჩასადებებიც არის, ნახე. კაი, მოდი ჯერ ამ ჩასადებს ამოვიღებ. და ეს დანები ამოვიყოთ. იმაში რა იყო? მაგაში ეგეც გახსოვნი მიშა? აი. აჰა, ეგეც გჭირდება, ეგეც ამოიღე მიშა. ეგეც ამოიღე. კაი, მოდი გადამოყარე ესენც. კაი, მოკლედ, ვაკეთებთ სამი ხაზი გვექნება. დიახ ბატონო. სამი ხაზი გვექნება. ბიუჯეტური, ისეთი რომ საქართველოში ამის გარდა სხვადან აღარ იყიდონ. კი ბატონო. რაღაცა ეგეთი ჩანაფიქრი გვაქვს. მერე გვექნება საშუალოს ვარქმევთ, რომელიც უკვე ვინც ცოტა სერიოზულად უძღება საკითხს, ბიუჯეტური ისიც, მაგრამ შედარებით თქვათ რომ რაღაცნაირად უკეთეს და მერე პრემიუმებშიც ავდივართ. ამ შემთხვევაში ესენი არის ბიუჯეტურები მიხეილ. დიახ. გამოვშვი. რაღაცა მომეცი. მოთხოვე. ეხა ერთი კითხვა მაქვს. აბა მეთქვა. აი მე ძალიან მომწონს ეხა ეს დაცილებ, აი ეს ზომა მომწონს რა, ანუ აქიდან აქამდე. ხო და ეს ამათი სტანდარტია თუ რამე ის გვაქვს ჩვენ არა, მაგებს ტარებს და რაღაცებს ურჩევ ყველაფერს ვეუნები, მაგრამ როგორც წესი, ცოტა ახლო არის ხოლმე რა იმასთან და არ მომწონს მე და ეს ძალიან მომწონს ეხა. ანუ ერგონომიკა, აი ამის ერგონომიკა რა, ძალიან კაი ერგონომიკაა, გიგ. წავა. მოვიტანო სტაფილო. კი, რა სიძახ. გეტყვით ახლა რამდენს შრომობთ, ანუ ელემენტარული. ერთადერთი პრეტენზია ამასთან მაქვს. რა, უხეშია, მაგაზე და თქვა მაქვს, რომ ყველაფერი დარბილებული უნდა იყოს. დანარჩენი რა ვიცი, მე ძალიან მომწონს ახლა. კაი, თუმცა ნუ ბიუჯეტთან გამომდინარე შეიძლება რაღაცებზე თვალი დავხუჭოთ, ყველაფერს ვეთქვი, მაგრამ ეხლა ეს არის ინგლისურად utility. კი ბატონო. მოდი სახელებზეც ვისაუბროთ, იმიტომ რომ სახელებზეც გვაქვს პრობლემა, თუ ვინმე რაღაცას მოგვაშველებს აზრს, მაგალითად მადლობელები ვიქნებით. მოკლედ, utility ვერანაირად ვერ გადავთვალებინებთ ქართულად.
და ვიფიქრეთ ბევრი იმის მერე და გადავწყვიტეთ რომ utility არის იგივე პატარა შეფი. ანუ განა ვერ გადავთარგმნეთ, ძალიანაც გადავთარგმნეთ, მაგრამ არ უხდება არ პირდაპირ უხდება რა, არ უხდება პირდაპირ თარგმანი, სხვადასხვა ვარიანტები ქონა და გადავწყვიტეთ რომ utility-ც და შეფიც არის უნივერსალური დანები, ხო? უნივერსალური დანები. შეფიც, ჩემი აზრით ახლა შეფებით უკვე ყურებენ, შეგვისწორონ რა. იმიტომ აქვს ის შეფი, რომ ის არის უნივერსალური, რომელიც სხვადასხვა საქმეებს აკეთებს და პროფესიონალურ სამზარეულოში უბრალოდ შეფები ესეთ პატარა ზომას არ იყენებენ რა, უფრო შედარებით დიდი აქვთ ხოლმე. ხო და ჩვენ ბევრი ვიფიქრეთ და გადავთარგმნეთ, რომ მოდი დავარქოთ მზარეულის დანა. მზარეულის დანაში, მზარეულობაში იგულისხმება უნივერსალური სხვადასხვა პროდუქტები, სხვადასხვა რაღაცების, რომელსაც უბრალოდ მიუთითებთ მილიმეტრებს. უკვე შეფსაც რასაც ვფიქრობთ, რომ რაღაც 180 მილიმეტრიდან ზემოთ რა, უკვე იმიტომ რომ 210-იანი არის, 230-იანი შეფი არის, ბევრი არის, ხო? იმათ უკვე აღწერაში ჩაუწერთ, რომ თქვათ შეფები გამოიყენებენ და შეფი ქვია ამას, მაგრამ უბრალოდ ზემოდან ეს ეწერება, რომ მზარეულის დანა და ზომა. დანარჩენი ვის როგორ ხარ? პირადად მე მგონი, რომ ოჯახში აი ეს მზარეულის დანა, ნამდვილად. აი სავსებით საკმარისი არის და ძალიან კარგი არის. ოჯახში დიდ დანებს როგორც წესი ვერ ხმარობენ. კი ბატონო. კარგი. გადმოვიდო დაფა? მინდა რომ რაღაცა გავჭრა. ეს მანახე რა მინდი რა. ხო, ძალიან დიდი პრობლემა არის დანების ჩასადებები. მაგაზეც მუშაობთ და ესეც უკვე ხელმისაწვდომი იქნება ყველასათვის, რომ ესე მარტივად დანას რო ვიყიდით. ესე აღარ ჩააგდოთ და მიაგდოთ, აი ეს იქნება დაცულიც და ნუ ორი ზომა ჩამომაქვს, თუ რამე იქნება, მე მაგასაც დავამატებთ. ყოველ შემთხვევაში აი ეს ძალიან კარგად. აი ეს კუთხეც კარგად შეჯდა, კუთხეს ცოტა ისე უკეთებთ მიხელი, რომ აი ამ ადგილმა ხელი არ შეგვიშალოს ლესვაში, აქეთ რო იყოს ხოლმე რა და კომფორტულად რო იყოს ლესვისათვის და ნენელა რო არ გაფრთხილდეს. ყველა თავის თავზე ფიქრობს რა. კი, მე ჩემ თავზე ფიქრობ ნამდვილად. ჩემი გასალესები იქნება ბოლოს ესენი. არა, სწორია მე. ძალიან სწორია. ლოგოები ახლა მომწონს რაღაცნაირად. მე მგონი კაი საქმეს ვაკეთებთ. მათქვა, მე მომეწონა რა. იმაზე მეტად მომეწონა ვიდრე ველოდებოდი. ვიდრე ველოდებოდი. კი. აი, იმედია იცი რა, სითხელეს ახლა რასაც უყურებ რა, ამ ბიუჯეტთან ახლოს მყოფ დანებს არა აქვს ხოლმე რა ეგეთი აკურატული და სუფთა შეხედულება. ფურცლები დოს მან და ერთი ფურცელის მოგვაწოდე. და გავაუჭეროთ ერთი მაინტერესებს. ამაზე მე შემდეგები მანერულებს სიმართლე გითხრა, ამასთან ისეთი კრიტიკული არ ვარ ახლა, ეს არის ძალიან ბიუჯეტური დანა, ძალიან ბიუჯეტური და ამასთან ისეთი კრიტიკული არ ვარ, მაგრამ მაინც ვნახოთ. ნუ ცოტა უხეშად ჭრის, მაგრამ აი მოდი ერთ რამეს გეტყვი რა. მოდი შენი რაღაცები არ დაიწყო რა. იმიტომ რომ ასჭირის უხეშად, ზო. ასიძახი. თუ დანები გვაქვს ყველაზე დაბალ ღირებულთა ჭრის კი არა, მაგრად ჭრის. აი გიო. კაი, ნუ ძალიან ბიუჯეტურებში ჩემი აზრით ერთ-ერთ უკონკურენტო დანას ვაკეთებ თავის ფასში. თავის ფასში. ისეთი გეტყვით ახლა გათვლა რა იყო, აქ სისქეების დადაყენება უკეთესად შეიძლება გავაჭრებინოთ ამ დანას. მაგრამ ისეთი სეგმენტი არის, რომ ამ დანაზე ის უკეთესი ჭრა ის არის, რომ ისეთ უხეშ მოყრობას ვეღარ იტანს, კი. შესაბამისად, ნუ მაგას გვიწევს რა კომპრომისი რაღაცეებზე, რომ თქვათ რიგითი მომხმარებელი ვინც არის, იმის მოხმარებას გაუძლოს, რომ მიგდებას, მოგდებას, ნიჟარაში ჩაგდებას და რაღაცა ოქროს შუალედს ვცდილობთ რომ ნახოთ. ვინდომოთ რა ისეთი გოთვერნული აფერისტული ვიდეოები, პამიდორს ესეთ ხვატას ისე კარგად გადავჭრი ამით. კი, როგორ დაგიბარებია რა? არაც, მაგრამ ასიძახი. ხო, მე მგონი კაი საქმეს ვაკეთებთ მიხეილ. კაი. აყოფილი ვარ. არის. მაშინ გავხსნათ შემდეგი. შემდეგ გამოვშვი. შეფუთვებზეც მუშაობთ. შეფუთვებზე ყველაზე ბიუჯეტურებს ფუთავთ მიხეილ ესე. და ეს იქნება დასტეპლირებული. მიზანი რა არის იდეაში, რომ რაღაცა რო იყოს ჩამოკიდება შეგვეძლოს, ანუ ჩამ ბლისტერი არის და ყოველ შემთხვევაში გახსნა თუ იქნება საჭირო რაღაცა, რომ მარტივად გავხსნათ და შევხედოთ დანას, იმიტომ რომ ისი არ იყოს დალუქული, რომ ერთხელ რო გახსნი, მე ვეღარ იმასხნა, რომ მომხმარებელს რო აინტერესებდეს. რაღაცნაირად შეახება. მოკლედ კიდევ იქ ვარ რა, ანუ ეს ყველაფერი ხო, ანუ აი თუ იქნება ესეთი წარმოებაში, რაც იქნება, აი ესეთი. გულით და სულით ვიტყვი, რომ იმენა ყველა ოჯახში უნდა იყოს ეს დანი თქო რა და ავიცი. გამიოლდება რეკლამირებაც და პრომოციაც რა. ნუ ზედმეტი რეკლამა მე არ გამომივოდ, თუ რასაც არ ვიფიქრებ, რომ ის არის, იმას გულით ვერ ვიტყვი. ყოველ შემთხვევაში ისევ და ისევ ფასტად არც მე არ გეუბნები რომ რა ის რამე ტუილით просто ზედმეტად ნუ იცი ხოლმე კი კრიტიკულობა რა. აი ეს უკვე არის ჩვენ ამ სერიაში ეს იქნება შეფი მიხეილ. კი ბატონო, კი ბატონო, აგინდა ეხლა
დაახლოებით ხო ვიცი რაც უნდა ღირდეს ეს დანა და ავე კაი. ნუ გახეთქვის ხმა გვაქვს, თუმცა კი, ბატონო. სპეციალურად არის კი, ესეც ბატონო. რომ უძლიერ კი, ბატონო. მოხმარებას გაუძლოს. ბატონო. კაი, აბა ნახე მიშა. ბატონო. ტარი მოგწონს ისე, ტარიზეც ბევრი ვიფიქრეთ და მე არიც მომწონს, ჭრაც მომწონს. აი ხო გეუბნები ძალიან სუფთაა ჩემთვის ახლა რომ უყურებ ეს არის ძალიან სუფთა. მე რომ მქონდეს მაგალითად ობიექტი, კვების ობიექტი და ჩემ კვების ობიექტზე ეს დანები იყოს, შეგენაცვალე. ძალიან კმაყოფილი ვიქნები რა. მშვენიერი. კაი. მე მგონი დიდი ხანი გამოგვივა ეს ვიდეო, მაგრამ მე არ მეჩქარება არსად. არც მე არ მეჩქარება მაგ სიტუაციაში, რახან თემატიკა შევცვალეთ, ბარემ ნახოთ აგერ ჩვენი ისე რა. ძალიან რამერდამერიოს, კაი. ესეც 5 ხრომზე აქვს საუბარი. არა, ესენი 3 ხრომი გვაქვს. 3 ხრომი გვაქვს ესენი. კი ბატონო. ნუ ეგეც გადასაწყვეტი არის, პირველი პარტია ეს იქნება და შენ ამას ლესვაშიც უნახავ. როგორ სიბასრეს იღებს. თუ ნორმალურად ილესება, სიმართლე გითხრა, მეტი არ უნდა ამას. ძალიან ისეთი რაღაცა მოვიფიქრე და იცოდე ახლა. ნუ აქ ფასტო დავიჭერთ. ლუკა, ხელსახოცები არის იქ, აბა ხელსახოცებიც მომეცი. ფასტო დავიჭერთ, ან ხო გეუბნები რა, ეს ამ შემთხვევაში გეომეტრია და ფოლადი, მე მგონი, სრულად არის თავსებადობაში. კი, ყველაფერი რა, ბიუჯეტია საუბარი, საბოლოო ჯამში ყველაფერი ბიუჯეტი არის და ისიც გვაქვს და ისიც გვაქვს. ეს ფოლადი პირობითად არ უნდა ღირდეს 120 ლარი რა. კაი, მე ხა ის რა მაინტერესებს. აი ეს ნივთი მაინტერესებს, რომელიც საქართველოში პრობლემა. აუ, ამასაც რო სატე. აუ, ძალიან მაგარია, ბიჭო, შესახე. ამასაც რო სატეა წერია. კაი, მაყოფილი ვარ. ნამეტანი ეს არის სუფთა, ხო? რა. ფრაქცია. ნახოთ, მაიცადე, ეგრე ვერ იტყვი. მით უმეტეს ესეთ ფოლადზე. კაი. აჰა. ეხლა უყურე რა. აუ, ეს როდის მინდა რა. ეხლა უყურე. კაი. რაზე დავაბლაგო? Вообще თუ გინდა ისქენი რა. რაზე? ფრაიბარები და ისინი, ამას გავუსმენ, კაი. თუ აქ ფრაიბარი არის. იცადე. აბა. აი, მაცადე. ნუ დავაუბრეთ. მასათი მეგობრებო ძალიან დიდი პრობლემა საქართველოში ჩვენ თვითონაც ჩამოქონდა, წვრილებიც ქონია პატარების შედარებით, ისეთი სამოყვარულოები, თუმცა ნორმალური მასათი რო იშოვებოდეს არ არის და. აი, მამიშა ნახე რა ქნა. ნახე რა კარგია. კი ბატონო. აი, როგორი ფოლადი ზოლი დატოვა, როგორ აიღო ფოლადი, ამას მეტი არ უნდა. აიცადე? ერთიც და ეგ არის. აბა გაჭერე. ნახოთ. ნუ. არა, ძალიან კარგი არის. არა, მართლა მშვენიერი რა. ნახე როგორ ზოლს ტოვებს. ასიძახი. ნახე როგორ ზოლს ტოვებს. ნამეტანი დააბლაგვე შენ თორე. არა, ის ადგილი ჭრის, წინა არ გამისვია, წინას გავუსმო, წინასაც ავაღებინებ, მოცადე. ანუ მასათი მუშაობს. კი, რა სიძახი აიღო დაანჯიგრულად. მასათი მუშაობს. დაიცადე. კაი. მოკლედ, მე კმაყოფილი ვარ. ხო, არა, ჭრის. მასათი მუშაობს, აგე ფოლადს როგორ კარგად იღებს მასიურად, ძალიან კარგი არის. კაი, დანარჩენს ავაღებინებ. შეიძლება მართლა ძალიან დავაბლაგო და ცოტა ეს ძალიან ისკენი, ნამეტანი ისე. მეტი გალისვამდა. კაი, მოკლედ მასათიც გვექნება. კარგი. ჩასადებები ვნახეთ, მასათები ვნახეთ. მაგარი unboxing-ი მიხეილ. так. შემდეგი, ეხლა გვაინტერესებს აი ეს სანტოკუ. მაინდა ერთი პირველი მემატყავე რა. აბა ნახე ხელში როგორი არის. მაინტერესებს ამ შემთხვევაში ერგონომიკა. სანტოკუ ვერ გადავთარგმნეთ. სანტოკუ არის ეგ იცოდეთ რა. სანტოკუ არის სანტოკუ. სანტოკუ ითარგმნება ზოგადად, როგორ ითარგმნება, მოიცადეთ თვითონ იაპონურიდან. სამ რაღაცას ნიშნავს, ხო, სამი რო ხორცი, თევზი და რაღაცა ბოსტნეული რა. სამდაგვარა. ხო, რაღაც ეგეც რა. სამდაგვარა. სანტოკუ არის სანტოკუ. არა, ძალიან მომწონს რა. კავშირ ტარები, ჯერჯერობით რაც დავიჭირე. ნუ, მე მომწონს ის რომ ამეებს გავლესავ. მე კიდე აი, ხოცი ეს გალესით გაილესება. ეს არის ჩემთვის მნიშვნელობა, რომ წინ ეს ორი თით დავიჭირო. გალესით გაილესება. სიმართლე გითხრა ეს პატარა ბალიშები
ნუ არ ვიცი, ვიქრობ რომ გავაკეთო არ გავაკეთო, მაგრამ ალბათ გავუკეთებ რა. არა, უნდა გავუკეთო. იმიტომ რომ flat grind-ები გვაქვს და რაღაცა შეიძლება მოეხმაროს რა. კი. პატარა თავის საქმეს ეზავს ეგ. ბიჭო, სანტოგუ მაგრად ჭერს. ანუ ცული არ არის რა, ისე ყოველ შემთხვევაში ფასიდან გამომდინარე ცულსაც ხო ხდები ვიტყვი რომ იაფია, მაგრამ შენი რა ჭერს თუ? შენი რა. მე ხა ის ბრენდი არ მინდა დავასახელო, მაგრამ როგორ მივახვედრო რა გერმანული სახელი რო აქვს რა თითქოს რა. ჩვენთან რო პოპულარულია. ახლა იმასთან შედარებით ბევრად სუფთად ჭრის ეს. სასახი თუ მაგ. კაი. ეგეც გადავედით. ეხლა მე მაინტერესებს აი ამაზე. ამ დანაზეც ბევრს ფიქრობთ და ბევრი ფიქრის მერე გადავწყვიტეთ რომ დავარქვათ რა დავარქვათ და ყასაბის დანა გადავწყვიტეთ. იმიტომ რომ ხორცი არის სამუშაო ეს, მაგრამ ხორცის დანა რო დავარქვათ ამას, იყიდიან რიგითი დიასახლისები და სახლის პირობებში მე არ მგონია ეს დანა რაღაცნაირად დიდად კარგი იყოს და აქედან არ ვყიდულობთ იმას რა. კი ბატონო და აქედან გამომდინარე ახლა ეს თუ ყასაბის დანა არის, მაშინ ფიქრობ რომ კიდე ერთი დანა გვჭირდება ბაჩირის, რომ ისიც რომ ხო, იმიტომ რომ ახლა ეს თუ გვაქვს მარტო ერთი ცალი, მე მაშინ გამოდის რომ ეს არის ყასაბის დანა და მარტო ეს არ არის, ბევრი არის კიდევ რა და ალბათ კიდე ერთი სახეობა გვექნება დასამატებელი. შინაარსია ის ვქნათ რა, რატო არის ანუ ეს დანა რა, ანუ ნეკნებში შორის ბონინგ ნაიფ ვერ გადავთარგმნეთ რა, ბონინგ ვერ დანიშნულება რა არის, რომ ანუ ხორცი გამოიყვანო. ხორცისგან გამოსაცალკევებელი, ანუ რო კიდია, თქვათ, ცხვარი არის, საქონელი არის, ხმო არის რაღაცა. ელასტიურობა მეტია გამოაცალკევოს. მიშა, ამ დანებში სიმართლე გითხრა მე ვერ ვერკვევი დიდად. სისქეს და ყველაფერიც ისე რაღაცნაირად ისე ფიქრობდი, რომ რაღაცა შუალედი ყოფილიყო. მაგრამ მე მგონია, რომ ყოველ შემთხვევაში ესეც, ნუ თავის ფასიდან გამომდინარე, ხუდი არ უნდა იყოს. მე პროსტო ფურცას გავჭრე რა, წუთას ერთი წუთი რაღაცა მაინტერესებს რა. შვენიერი. არა, ნორმალური არის. კაი, ამეთი სტაფილოც გავჭრათ. ნუ ხა სტაფილო არ უნდა გაჭრა, მაგრამ კაი. კაი, შეფუთვები მომწონს. დანებიც მომწონს. გიო, ვისთვის არის ეს დანები განკუთვნილი? ყველასთვის მე ხელი ჩანაფიქრი ეგ არის რომ ყველასთვის არის. ყველა ოჯახში რომ იყოს მოკლედ ეს დანა არის. ყველა ოჯახში დანა რო გინდა, ნუ ეს დანა იყოს ყვების ობიექტებზე, ასე შემდეგ, ანუ ყველა იპოვის ყვების ობიექტებზეცაც გვაქვს გათვლა. ესეც შეიძლება იყოს, თუმცა სხვაებიც, მაგრამ აი ეს უკვე მართლა პირდაპირ გაგებით აი სახლში მე რო გასალესად მოვუთხოვნე დანები რომ საერთოდ ვერ ვლესავ და აი რაღაცა უარგისი დანებით რო არის სავსე ქვეყანა, აი ეს გათვლა არის რომ აი ეს ერთი დანებით რომელიც ინსტრუმენტი არის და მუშაობს და პლუს გათვლა არის ის რომ გალესვადაც არ ღირდეს დიდად ამათი ესეთები როცა გაფუჭდება რაღაცა პერიოდის მერე განაარდო და იყიდო ახალი ხო თუ არა და აი სალესებს რომ ლანძღავთ ხოლმე ვისაც გიყურებიათ ჩვენი ვიდეოები ასე გასატარებელი სალესები რო არის ხო იმაშიც ჩადო გაატარო და წესით გაილესება და გაჭრის ისევ გაატარეთ, ისევ გაჭირს, რომ არ დაგენანოს დანა იდეა ეგ არის. ეს დავამატებ მე რომ მოკლედ ვინაიდან და რადგანაც ეს მართლა რაღაც საყოველთაო პროექტი გამოდის, აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა იქნება, ჩემი აზრით, სხვადასხვა გაყიდვის ობიექტებისგან წამოსულ ინტერესს რა. ჩვენ არ გვაქვს საწყის ეტაპზე რაღაცა სადისტრიბუციო ქსელი და ამიტომ როდესაც დავაანონსებთ ჩაშვებას კიდე ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი, სხვადასხვა რაიონებიდან და რეგიონებიდან შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ, კორპორატიულ პირობებზე გავისაუბროთ და მე მგონი ყველა კმაყოფილი დარჩება. კი ბატონო. სადღაცა პირობითად სოფლის მაღაზიაში ეს რომ ესე დიდი სოფლის მაღაზიაში რომ იყოს ჩამოკიდებული რა. რა ვიცი, მე მგონი მაცხოვრებლის ბედნიერი იქნება. ნუ რამდენიმე თვე დაგვჭირდება მაგალითად მისასვლელად სანამ ახლა ამებს შევაჯერებთ, შევუკვეთავთ და უკვე სერიაში ჩავუშვებენ მასიურად. მიჩა. ეხლა უყურებდი მე ამას და სერიტორი ძალიან სუფთა არის. მაგი არ ვთქვი ხა შენ თქვი რა, ანუ იმას რომ შევადარო მაგალითად სვიზასი თუნდაც ზოლინგენის უკეთესი არის ჩემი აზრით ვიზუალურად. ნუ კაცრად გავაფრთხილე რომ აი ეს ზაუსენეცი რუსულად და ბორ ინგლისურად და ქართულად ანატკეც ვეძახით, ეგ მაქსიმალურად არ ქონოდა. არა, ნუ ხა ამან ესე ფურცელი ეგრე არ უნდა ჭრას, არა, ჭრის კიდევაც მიშა, ანუ
ამის იდეა რა არის ახლა სიმართლე გითხრა ამ ფორმაზე მე არ ვფიქრობდი ერთ-ერთ ძალიან ცნობილ მზარეულს შევხვდი და იმან მირჩია ეს დანების რომ ბარებშიო და იმებშიო გამოიყენებენ ლიმინის საჭრელასო და მსგავსებათო რა ეს არის ანუ სერიატორები ეგრე ხერხიანები აი რისთვის გამოიყენებენ შეხედე მაგისთვის გამოდგება შეხედე ძალიან კარგად ხდება ამის აღება რა როდესაც გინდა რომ აიყო რა ჩემი აზრით ეს დანა სახელი ამასაც კარგად ვერ მოუფრეთ მაგაზეც მსჯელობთ აი ეგეთი პომიდორის საჭრელი იქნება სტეიკის ვარიანტიც არის პურსაც გაჭრის ანუ რაღაცა ვისაც ჭირდება ყოველ შემთხვევაში ესეთი არჩევანი იქნება რომ ემდანითაც რო გამოიყენოს და გაჭრას სხვა შემთხვევაში ნუ გადმოვიღეთ სვიზადან სოლინგენიდან ვიქტორინუს აქვს მსგავსი დანები სახში ვიყენებ მე იმ დანებს და ძალიან მოყოფილი ვარ ეს არის პომიდორის დანა სუფთა პომიდორის დანა ამას ცოტათი სხვანაირი ხერხი აქვს სხვანაირი სერიატორი აქვს ამაზე ანატკეცი ცოტათი მოსახსნელი გვაქვს ამას ვეტყვით რომ ესეთები არ იყოს ამონახე ცოტათი უხეში აქვს სერიატორის მერე ხო მესმის რასაც იმასაც აქ უფრო სუფთად რო იყოს კი როგორ არა მაგრამ ნუ მაქსიმალურად უკეთესი გვინდა ეს უკვე არის პომიდორის დანა პომიდორო შეგიძლიათ ჭრათ და აი არ დაბლოკდება არასოდეს გაფწკვნათ ჭრეთსაც არაფუჭებს არანაირად და იქნება სულ ეგეთი და ყოველ შემთხვევაში როცა გაფუჭდება ამის ლესვაზე არ უნდა ვიფიქროთ ეს იქნება რა მაგით რა კივისა ცოტა მორბილ რაღაცებს სულ მაგით აი სარე გასაფსქვნელად ამას ძალიან მხრიდან აქვს ლესვა გასაფსქვნელად ჩვენ გვაქვს აი მე ეს არ მაგ და მაგით ოწყალობი აი ესა გვაქვს მიხეილ თუ მაგაზი არის საუბარ თუ ხერხიანი დანები კი ამაზე კი ბატონო ნუ სერიატორები არის უფრო რასაც კანი აქვს რა თქმა უნდა ძლიერი და იმაზე რომ გაჭრა მე მაინტერესებს აი ეს მოდელი არ ვაპირებდი ამის შეძენას მაგამდეც მივალთ ამის შეძენას არ ვაპირებდი და ეს არის არ მეცნობა არ გიცნობა ნუ ჩამიგდეს ახალი მოდელი გვაქვსო რაღაცა რა და თუ გააკეთებოდა სიმართლე გითხრა აი ვისაც რაღაცა პატარა დანებს რო იყენებენ ხოლმე და ფასთან გამომდინარე მწვანილის გასაჭრელა პატარა ნიორი იქნება რაღაცა მინიატურული სანტუკუსავით არის რა ქალბატონისთვის იქ გახდება ეგ საყვარელი და ხო მინიატურული სანტუკუსავით არის გასალესად უცებ გალესავ გაუშვებ და აი ვინც პატარა დანებს გამოიყენებს ხო ესეთი თემა ძალიან რა მაინტერესებს ესე ანუ გოზინაყისთვის რა როდესაც პატარა დანით უნდათ ხოლმე გააკეთონ უნდა ძალიან წვალო შეიძლება ყოველ შემთხვევაში შევხედავთ ესე ვერაფერს ვერ ვიძახი დანარჩენი დროში გამოიწდება აი ეს მაინტერესებდა მიხეილ მეც და მეც მაგიტომ მოვიტოვე ბოლოსთვის ძალიან მაინტერესებს მეც მომეცი რომ ჩემი შეგრძნება ვნახო შევიდა ეშში დატოვე არა აი რამსის კეზე ისკენი წავიღე და ცოტა ხლათ ვიზო შვენიერი შესანიშნავი სათრილი დანა არის კი უშიგენაცო კაი მოკლედ ეს სერია ამოვწურეთ მეგობრებო ეს არის ეგრეთ წოდებული ბიუჯეტური ხაზი რომელიც ყველასათვის დაბლაგდა ლესავთ არ ვლესავთ ვაგდებთ და ახალ წყიდულობთ ნუ ამათი იდეა ეგ არის და მაქედან გამომდინარე ჩემი აზრით შესანიშნავი დანები არის დანარჩენი მიხეილ არის მოდელები უბრალოდ ეს ძალიან კაი რამეა რა რაღაცა მინიატურული სანტუკუსავით ხო? კი ბატონო. რაღაცა რა. კი. დაჟე როგორაც ეცე ბავშვი რო ასწავლდი რა ვთქვათ რა ვიცი დედა ან ბებია სამზარეულოში რა სკეთებას ანუ ბევრ რამეზე ყოილის დასაჭერლად გამოდგება, კარაქზეც გამოდგება, რაღაცის წასასმელად გამოდგება, მწვანილზეც იმუშავებს. ნუ რაღაცნაირად ესეთი მინიატურული სანტუკუ ვიფიქრე რომ ვთქვათ ცუდი არ იქნებოდა რა. კაი. მოდი, პაუზა, ვალაგებთ და მე გადავიდეთ შემდეგ ხაზზე. კარგი. გავაგზელეთ და ერთი რაღაცა უცნაური რაღაცები გაქვს მანდ და აბა იგიხები ბატონო რა არის მაგრამ საჯაროდ სახალხოდ გიპასუხებ რა არის მიშა ხო ის ხო იყო თქვათ პირველი ხაზი კი ბატონო ბიუჯეტური ეს გვაქვს შედარებით ესეც ბიუჯეტური მაგრამ იმათან შედარებით უკვე ცოტა სხვა მასალებით სხვანაირი ხარისხით გაკეთებული სხვანაირი სიზუსტეებით და სხვანაირი დამუშავებული ჩვენ შემთხვევაში თლაც შუაც არ გამოდის, იმიტომ რომ პრემიუმი ამ ეტაპზე ძალიან პრემიუმს რომელსაც ვფიქრობდით, იმას შეჯერობით არ ვუკვეთოთ, რომ ჯერ ესენი გამოვხადოთ როგორ არის. და ესენიც თუ იქნება ნორმალურად, მერე პრემიუმსაც შევუკვეთავთ. ესეც ბიუჯეტური გამოდის რა. უკნიდან რიგით მეორე. შებუთები ამ შემთხვევაში ცოტათი უკვე გავალამაზეთ. ბლისტერისთვის ამათაც გავუკეთეთ, მიშა, ესეთი ასაცებ დასაწევი რომ ჩამოვკიდოთ.
უბრალოდ ეს ამ შემთხვევაში რაღაც ისე სხვანაირად პრეზენტაბელურად არის, საჩუქრად უფრო საბუთი ცდება შეგინეთ თქვათ რაღაცა აქეთ მოხმარება და ფოლადი და რაღაც მახასიათებლები და სასაჩუქროდაც კი რა თქმა უნდა გამოდგება და დანაც ნუ იმასთან შედარებით უკეთესი არის. დანარჩენი მოკლედ რატომ არის ახლა ესე პლასმასები? ნუ ტექნოლოგია მე არ ვიცი ეს ახალი მოდელი როგორ მზადდება, მაგრამ ისინი იყო ყალიბები. იქ თუ თქვათ პირის სიგრძე, ფოლადი ჩვენ შევარჩიეთ, სისქეები, დაშვება და ასე შემდეგ და ლესვის თემა, სერიტორი იქ სამნაირი სერიტორი არის. ამ შემთხვევაში უკვე ესენი არ ქონდათ რაღაცეები, რაც მოვიძიე იმასთან ვერ შევთანხმდით, რაღაცეები არ მომეწონა და ახლა პირველად უნდა მოვკიდო მეც ხელი ესე რაღაცა ზედაპირულად შორიდან შეკვეთილით და ნუ ეს არის მოდელი 3D ვერსია. ჩვენი, ასე ვთქვათ, ნახაზით კი. და ეს არის შეფი. მაიტა. როგორ შეფი? ნუ ეს რა თქმა უნდა დარბილებული იქნება ძალიან. სხვა შემთხვევაში იცი რა არის? არა, შვენიერი. ეს შვენიერი. ხო, ნუ ეს ძალიან კარგი არის. აქაც წინ რომ მიდის, კარგად რჩება, დიდი ხელისთვისაც ჩვენ, არა. საკმაოდ ესეთი ჭერით ნორმალური არის, ეს დარბილდება, ესეც ნორმალური არის. ანუ ეხლა მან ამ თუთას რასაც უყურებთ, ანუ ერგონომიკა შეგვიძლია რომ გავიგოთ. ჭრას ამით ვერ გავიგებთ. ერგონომიკა ძალიან მომწონს. ერთი ეს ცოტა შორს ხო არ არის? არა, ინახე რატო არ არის გეტყვი. ესე როცა იჭერ? კი ბატონო და პლუს შეხედე, ანუ ვიღაცას როდესაც ჩვენზე დიდი ხელი აქვს, იმისთვის რჩება ადგილი რა. იმისთვის ადგილი რჩება რომ აქამდე მოვა. კი ბატონო. კი ბატონო. რაღაც კუთხით მე ეს მომეწონა. კაი, ნუ მოკლედ ისეც ვერ გავაკეთებ რომ ყველა ხელზე მაგარი იყოს და ყველა ხელზე მოერგოს. ჩვენი მიზანი არის რომ უმრავლესობას მოერგოს. როგორც წესი მაინც ესე იყენებენ. როგორც უმეტეს შემთხვევაში და ეხლა ესეთ დაჭერით. მაგისთვის ძალიან კარგი არის. მაგისთვის ძალიან კარგი არის და რაც თორეა ლესვაზე არ გათვალისწინებული მე ხელაც ასომიე გამაქვს. კი ბატონო. კი ბატონო. არა, ნუ ძალიან საინტერესოა ჯერ ზოგადად ესეთ ეტაპზე პროდუქტს როდესაც ვაჩვენებთ მომხმარებელს, ჩემი აზრით ეს იმის ნიშანია, რომ მაქსიმალურად გახსნილები ვართ არაფრის წარმოების ეტაპების ყველა ეტაპს გაჩვენებთ, რაც შეგვიძლია რომ აქ გაჩვენოთ მეგობრებო. მაქსიმალურად გამოვიყვანთ, რისი გამოყვანაც შეიძლება. ეხლა ის იყო შეფი, ეგ არის სანტოკუ? ეს არის სანტოკუ, ოღონდ ძალიან მოყვარული ვარ მე პატარა სანტოკუების ოჯახში რა. ოჯახში ძალიან ვფიქრობ რომ ძალიან პრაქტიკული არის და აიცადე გამოვაძვრინოთ. და პატარა სანტოკოც იგივე სერია არის, ტარი მიმსგავსებული არის იგივე და აი ესეთი შესანიშნავი ეს ძალიან მომეწონა ესეც მიშა. ხო, ნუ ოჯახში პატარა სანტოკუ. პატარა სანტოკუს ასე ვთქვათ, მუღამი ნამდვილად ბატონმა გიორგი ამათვისებინა, თავიდან ცოტა მიჭირდა აღქმა და მეც ძალიან დავწმუნდი იმაში, რომ ფანტასტიკურია, როდესაც სანტოკუ არის აი ესეთი ზომის რა და უკვე გვექნება ესეთი ზომის სანტოკუ. რა მე მგონი დასაწუნი არაფერი არ აქვს. შვენიერი არის. კაი. შემდეგი უკვე შეფუთვით აღარ გამოუგზავნიათ ესენი თქვა დიდი ადგილიც რო დაეკავებინათ. ეს არის მოდელები მიხეილ. კი ბატონო. ამ შემთხვევაში პრემიუმ ხაზი გვაქვს. პრემიუმ რა შუა რაც გამოგდის და მე პრემიუმ გვექნება. გვაქვს IS და IS. კი ბატონო. და IS-იც მაქაური არის. მივხვდით. იმ ხაზის გამოგდის კიდევ დიდი ხე იქნება? აქ თუ მოდი არ ვიტყვი. კარგი, ოკეი. ნუ განსხვავებული მასალებით კიდევ. ოკეი, ძალიან საინტერესო და როგორ ვთქვა, როგორ იძახიან ხოლმე საქართველოში არა რაღაცა უპრეცედენტო შოკი იქნება. კაი, მოდი მაგაზე ბოლოს გადავიდეთ. კარგი. ეს არის დიდი სანტოკუ მიხეილ. ეს არის დიდი სანტოკუ. კი ბატონო. მიუხედავად იმისა, რომ აი აქ არის ბაჩკა ბრაზლე ქართულად როგორ არის არ ვიცი ეს ძალიან მომწონს ეს ერგონომიკაც რა არა კაია ერგონომიკა ჯერჯერობით რაც დავიჭირე კარგია აი ეს ხორმაც პატარავებინა კაი მოდი ეს გადავიდეთ ეს არის ეგრეთ წოდებული utilities რო ვეძახით მზარეული 150 მმ-იანი სახლში რო ვისაც ანუ ხორცის თემაში იქნება საზამთროს გაჭრა იქნება რაღაცა აი რაღაც აი ეს ფორმა წარმომიდგენია რომ ძალიან კარგი არის. კი ბატონო. აი ეს მაჩვენე ის იქით რომ დამალე. ეს არის სლაისერი, სლაისერზე გვაქვს პრობლემა. სლაისერზე გვაქვს პრობლემა მეგობრებო. რატო?
სახელს ვერ თარგმნი. სლაისინგი ვერ მოვიფიქრეთ როგორ გადავთარგმნოთ. ხლად საჭრელი, რა ვიცი. ესე და ხლად საჭრელი? სლაისერი მე არ გადავთარგმნდი და დავტოვებდი სლაისერს. ნუ ყოველ შემთხვევაში სლაისერზე რაღაცა დავბუქსავდით. კი ბატონო. იქ ანალოგიური იგივე ტარით შეხედე, ნუ კლასიკური სლაისერი. მე მგონია რომ ესეც თავის ფასთან გამომდინარე და თავის ხარისხთან გამომდინარე იქნება ძალიან კარგი. აქ რა ხდება მიშა ახლა? ანუ ეგრეთ წოდებული pairing დანები. კი ბატონო. ეგრეთ წოდებული pairing დანები. ოღონდ მე არ მომწონს, ნუ pairing-ებში გადავწყვიტე, რომ ეს უფრო ეფექტური წვეტი არის, ვიდრე უკანა Warncliffe. კი ბატონო. და ზომაზე რამდენად კომფორტული არის pairing-ის თემაში ეგა, ანუ სათლელი დანა უნდა დავარქვათ pairing დანას და ცოტათი დიდი გამომეჩვენებასავით. ნუ მანდაც არის ცოტათი დიდი მეჩვენება მეც ნამდვილად. იმიტომ რომ უკვე აღარ გამოდის ეგ pairing-ი, ეგ უკვე ეს ახლა იაპონური utility არის. ხო და ის ზომა არის. და მაშინ გამოდის რომ ცოტა უნდა დავაპატარავოთ. უნდა დავაპატარავოთ ბატონო. თუ გვინდა რომ pairing ქონდეს და იდეაში გვინდა, იმიტომ რომ მაშინ utility. ოღონდ pairing-ი დაპატარებული იყოს იგივე. ხო, კი, ანუ ის Warncliffe ძალიან მომწონს. მეც მომწონს. დავაპატარავოთ. მაგაზე ვთანხმდებით, მე მგონი. კაი, მოკლედ ეს ხაზი ამოვწურეთ და ეხლა უკვე უპრეცედენტო მასალებით რო იქნება, ის ვნახოთ. ნუ ეს ბოჩკა მოგწონს? რა, ბოჩკა ძალიან მაგრად მომწონს რა. ბოჩკაში უკვე იცი რა არის, არიან ადამიანები, ვინც მაინც იმას უკეთესად გამოიყენებს ამ ხვატზე, მაგრამ ნუ მე ბოჩკის ძალიან მოყვარული. კი, ნუ იგივენაირ ტარზე არ მინდოდა გამეკეთებინა. ამ ბოჩკაზეც ძალიან ბევრი ვიფიქრე, მე ხელი ზომა, სისქე, რაღაცეები ხა ყველაფერს კარგს ვერ გააკეთებ, მაგრამ თლად რაღაც არაკომფორტული ბოჩკა არის. არა, ძალიან კარგად მიჭირავს, ხო, იმიტომ რომ თავიდან რაც გამომიგზავნეს პირველ ჯერზე რო იყო, ის საშინლად არ მომეწონა და ეს შედარებით ნორმალური არის. კაი, და აქ რა გვაქვს? ხო, ნუ ეს შეფუთვები უკვე ამაში იქნება, ესენი ბლისტერად ჩამოსაკიდებელი არ არის, ესენი უკვე კარგი ხარისხიანი სასაჩუქრად იქნება, ამას ჩამოცმული ექნება ლენტი, რომ თავისით 5 პაუნდს ყოველი შემთხვევისთვის არ გაიხსნას. და მან დაწევს დანები, ანუ ამ სერიაში გვაქვს 5 დანა. ესეც დასაპატარავებელი. ეგეც ნამდვილად დასაპატარავებელი. კი, არ იქნება ეს კომფორტული დანა, ამას utility ჯობია და ამას დავაპატარავებდი მე და ესეც დაპატარავდება მარტივად. ეს ერთი აი აქამდე რო იყოს მიშა. ერთი 4 სანტიმეტრი აქვს მოსაკლები. pairing-ისთვის ძალიან კარგი იქნება. 4, უფრო 3 ჩემი აზრით, მაგრამ კაი, მე ვიფიქროთ მაგაზე კარგად კიდევ. მოკლედ ამ სერიაში გვექნება 5 დანა. ეს არის შეფი. ჩემი აზრით პრემიუმ მასალებით წინ და უკან რაღაცა ძალიან მაგარი იქნება. უპრეცედენტო რო იქნება, ეთქობა, კი. გვაქვს სანტოკუ. კი ბატონო. ბონინგი. ეს არ ვიცი რა, მაგრამ იყოს რა ყოველ შემთხვევაში და გამოჩდება. ხო, მეც ეგეთი განწყობა მაქვს, აი მეც ეგრევა რა. არ ვიცი. ხო, მაგრამ 4 არ მინდოდა რომ ყოფილიყო და მე-5 რა უნდა იყოს სხვა. განსხვავებული მინდოდა რომ ყოფილიყო რაღაცა და იყოს ეს. კი ბატონო. კაი, და utility-ები ძალიან მიყვარს. აი ეს პატარა utility, არ ვიცი, მეც გეთანხმები. საოცარი ოჯახში, სუბუქი, ყველაფერზე, ანუ საოჯახო ზომას ყველაფერზე ეყოფა და ხო, რა ვიცი. შეფიც გექნება, მაგრამ utility კი, ეს ძირითადი მოხმარების დანა იქნება ყველასთან დარწმუნებული. ოჯახებში და იმაში, კი, ეხლა სახლში ესე დიდი დანებით იშვიათ. კი, კარგი ბოჭკა არის, კარგი ზომა არის. ძალიან დიდ რაოდენობას ისპანახს და რაღაცას ვინც აკეთებს, ის გამოიყენებს იმას, მაგრამ კაი, გავიდით ფინალში მე. გავიდით ფინალში და ეს უკვე არის ის მომენტი, როდესაც თვალსაჩინო გახდა, თქვათ, ბიუჯეტური ხაზი სრულად ნახეთ, ჩემო ძვირფასებო, ასევე ნახეთ აი ეს ყალიბები კი არა და ტრიდენ იმუშები და ნელ-ნელა უახლოვდებით იმ მომენტს, როდესაც სრული ასორტიმენტიც გვექნება და დავიწყებთ. კი, რამდენიმე თვე დაგჭირდება, მაგრამ არ ვჩქარავთ და რო დავიწყებთ მაგრად. კი ბატონო, როგორ არის think twice და cut once, ხო? კრის რივზე? ქართული როგორ არის? ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერიო. ჩვენგან აქვს აღებული კრის რივზი. კი ბატონო, მოკლედ მაგ პრინციპს მივყვებით ჩვენ. კეთილი.
ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის. სახელებზე თუ იმეს რეკომენდაციები გექნებათ, როგორ უნდა მოვიფიქროთ, ბონინგზე პირობითად utility-ზე, ანუ რა გექნება Slicing-ზე. ვერსიები, slicer-ზე, მოგწერეთ კომენტარებში. კი ბატონო. აბა, კეთილი. კარგად მადლობა იყავით. ყურადღებისთვის.